ხრესილის ბრძოლის გმირზე სამურზაყანოს ფლობელ ხუტუნია შარვაშიძის გმირობაზე მინდა გიამბოთ რა. თუ როგორ ამხნევებდა ქართველ ჯარისკაცებს ხრესილის ბრძოლის დაწყებამდე. თავის რასში თითოეულ ჯარისკაცთან მიდიოდა, რომ დაინახავდა ოდნავ შის ახალგაზრდების თვალებში, ამხნევებდა სიტყვიერად. ხთან იუმორსაც აპარებდა და ხასიათზე მოყავდათ. ბრძოლის ჟინს მატებდა, წარმოიდგინეთ ამ ხნის კაცი 78 წლის კაცი რა ესეთ მაგალითს გაძლევს. როგორია შენ ახლა დანებდე და ცუდ ხასიათზე მოხვიდე. ამიტომ გავიმარჯვეთ, აი ამ ჟინით გავიმარჯვეთ. ეუნეოდა მეგობრებო, ტერი ურიცხვია ჩვენზე ვიცით ყველა. ძალიან ბევრი არიან, მაგრამ ხო გაგიგია დიდი ბალახის მოტიბო უფრო მარტივია ვიდრე პატარის. აი ესეთი განწყობით წაუძღვა თავის რაზმს. შუა ბრძოლაში შევარდა. წარმოიდგინეთ რამხელა სამხედრო ნიჭი ქონდა და რამხელა სამხედრო ტექნიკა ქონდა ბრძოლის რომ 16 კაცი მოკლა და თვითონ დაეცა ბოლოს გმირულად რა. თითქოს მთელი ცხოვრება აი ამ ბრძოლას ელოდებოდა. 78 წლის ასაკში მოუწია ეს ბრძოლა და გმირულად განისვენა. ხრესილის ბრძოლა მისი სახელი უკვდავყო. მოდი ყველა მოაღიაროთ რომ ეს ბრძოლა რომ არ ყოფილიყო მისი სახელი ისტორია დაუწყდებოდა, ხო? ზუსტად მისმა გმირობამ შემოუნახა მას სახელი ხუტუნია შარვაშიძეს. უმაგრესი პიროვნების რა. აი ესეთმა ხალხმა მოიყვანა საქართველო და ასეთი მაგალითებზე უნდა გაიზარდოს ყველა. ახლა ხო ქართველთა ბრძოლები მორჩი, ახლა რომ გაუშვებთ უკვე დასაბეჭდად, აი ცოტას დავისვენებ და შემდეგ აი ესეთ უცნობ გმირებზე, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ გმირებზე უნდა დავწერო წიგნი რა და ეს არის ჩემი გეგმა და ყველა ესეთ გმირები უნდა შევკრიბო ერთ სივრცეში და ერთ წიგნში.